მოგესალმებით პატივცემულ საზოგადოებამ, განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით მივესალმებით სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნიტარეს სილიამ მეორე, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წარმომადგენლებს. დღეს საზოგადოების ნაწილი შევიკრიბეთ აქ, რათა აღვნიშნოთ ხევის საამაყო შვილის, დიდი ქართველი კლასიკოსის ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 162 წლისთავი. ყაზბეგში ყოველწლიურად ტრადიციულად აღინიშნება მისი დაბადების დღე. მოხევე ახალგაზრდებმა რაიონის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით გადავწყვიტეთ, რომ თბილისში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა მწერალმა, პირველად აღგვენიშნა მისი დაბადების დღე. აი ამ წმინდა ტაძრის კედლებში დღეს ღონისძიების დაწყებამდე გადახდილი იქნა მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. სამწუხარო, რომ ღონისძიების მონაწილეების დიდი ნაწილი და დამსწრე საზოგადოება ყაზბეგიდან უგზაობის გამო ვერ ესწრება ამ საღამოს. ასევე ვერ მოხერხდა ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის ქალბატონ ლიზა ჩქარეულის მიერ მომზადებული გამოფენა მინიატურები ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებიდან. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობენ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედების მკვლევარები, მწერლები, პოეტები და ფოლკლორული ანსამბლები. ახლა კი მივესალმებით მოხეურ ფოლკლორულ ანსამბლ ჯვარულს. დღევანდელ საღამოს წაიყვანს ბატონი თემურ ჩალაბაშვილი და მე ანა გელაშვილი. ვისაც უმოგზაურია საქართველოს გზაზე, მის მოგონებაში წარუშლად დარჩება დარიალის ვიწრო კარები, ხოლო გიგანტური კლდეები, რომლებსაც ფაფარაყლილი თერგი ღრიალით თავს აწყვეტავს, ბრძერ ააფორიაქებს წარმოდგენას. ვინც კარგად იცნობს ქართველ მწერლობას, მის მეხსიერებას არ დაავიწყდება ის პირველი ამობოქრებული ყელს მომდგარი ქვითინის მსგავსი განცდები, რასაც იწევს ყაზბეგის შემოქმედება. ყაზბეგის გზნებით ქვეყანაშიც დარიალის ნისლია ჩამოწოლილი და გაუვალობის სამანებად აქაც ბევრია ნივთად ქცეული ნაღველის მსგავსი ლოდები. დარიალი დიდი ლეგენდის სამშობლოა, ხოლო ყაზბეგი ამ სამშობლოს უკანასკნელი თავდადებული, იგი ვერ ურიგდებოდა ამ სამშობლოს სიკვდილს და მისი დღეგრძელობისთვის საკუთარი სიცოცხლე აქცია ლეგენდად. მსახიობ გია ჯაფარიძეს ვთხოვთ. დღევანდელი ქუჩის შემოქმედების მეხოთბეებს ვერ გაუგიათ, რატომ იყო ყაზბეგი ასეთი ამაღლებული და ზეაწეული. ერთხელ მაინც აადექიშე დალოცვილო. აი არის არაგვის ხეობა, გადალახე ჯვრის უღელტეხილი, ჩადი თერგი ნახე, გაოცდი დარიალით და ყველაფერს გაიგებ. აღარაფერი კითხვა აღარ დაგრჩება, უბედნიერესი კაცი იქნები. სადაც თერგი შეღმუის კლდიან სადარიალოს, სადაც ნისლი ქარებმა ჭიუხებში არწიეს, სადაც ჯიხვთა ნახტომით დაკაწრლა ფრიალო,
სადაც ბუდე მიუდგამთ თვალღადარა არწივებს იქ ბინდია ჩამდგარი იქ ღამეა ნათელი იქ ხეობას ახურავს ნისლის თეთრი ფაფარი და იქ იასამანთან როგორც კორიანტელი პატარა ბიჭს ყურებში უშრიალებს ზღაპარი თერგის უგუნგრიალი დარიალში გაიტანს ნისლი ფაფარიანი დაეშვება ბარისკენ და ამ შუა ღამეში მწვანე იასამანთან თათრის ყვავილს დასტირის ბალღი მოჩხუბარიძე აქ მყინვარებს ყინულის თეთრი ქუდი ახურავთ ცა მოფანტულია მოჭედილი მარწყვივით მზეს მოიტანს ნისკარტით და ხეობას გასცურავს საქართველოს გულიდან აფრენილი არწივი ბატონი როსტომ ჩხეიძე ავტორი ბიოგრაფიული რომანისა ყაზბეგიანა ხოთ ბატონო აკაკი წერეთელი დგას ორბელიანთა კუნძულზე და შეჰყურებს როგორ მიიჩქარის ხალხი სადღაც ერთმანეთს ეძახიან რომ აუცილებელია ახლა წასვლა უნდა ნახონ აუცილებლად ისეთი სანახაობა არავინ არ უნდა გამოაკლდეს დირიჟანსები მისდევენ ერთმანეთს ეტლები ერთმანეთს ზოგი ფეხით გარბის და ამ დროს გამოჩნდება ზაქარია ჭიჭინაძე რომელიც ნაღვლიანად ეტყვის აკაკი წერეთელს რომ სად გარბის ეს ქართველი საზოგადოება ნეტა სად მიდის მაინტერესებს ამ წუთებში ალექსანდრე ყაზბეგი გარდაიცვალაო საზოგადოება გარბოდა მუშტაიდის ბაღში რათა ენახათ როგორ აფრინდებოდა ვირი აეროსტატით ამ დეტალს ყურადღება მიაქცია ზაქარია ჭიჭინაძე მაგრამ თავის მემუარებში არ გამოუყენებია არ ჩათვალა ასე მნიშვნელოვნად რომ ეს აღენიშნა ხოლო აკაკი წერეთელს არ გამორჩენია რადგანაც მას ჰქონდა იშვიათი ხედვა დეტალების ხელოვნება და იცოდა რომ როგორ წვეთში როგორ აერეკლა მთელი ის დროება აი დეტალის აღნიშვნით აკაკი წერეთელმა გამოხატა თავისი დრო ძალიან ტრაგიკული და ძალიან გროტესკული გარდაიცვალა ალექსანდრე ყაზბეგი და ხალხი აჟიოტაჟით მიეშურება როგორ იმის სანახავად როგორ უნდა აფრინდეს ვირი აეროსტატით ეს იყო ალექსანდრე ყაზბეგის ტრაგედია დროის ტრაგედია და თუ ვინმეს მოექცა თავისი დრო ძალიან ცუდად კაცობრიობის ისტორიაში მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგს იმ ხანად როცა ალექსანდრე ყაზბეგი გარდაიცვალა არ არსებობდა მასზე უფრო დიდგვაროვანი პიროვნება საქართველოში და ას მასზე ღატაკი და ბოგანო არსებობდა მამაპაპით იყო შეტოლებული ლამის მეფეს ხოლო დედით იყო შთამომავალი ერეკლე მეორისა სხვათა შორის როცა ალექსანდრე ყაზბეგი ბრუნდება საქართველოში მას დედა ეტყვის რომ ვილოცე და შევავედრე შენი თავი მარიამ ღვთისმშობელსო იმიტომ რომ რაც უნდა იყოს მარიამ ღვთისმშობელი და იესო ქრისტე ჩვენი ნათესავები არიანო ამ დეტალში თვითონ ამ ქალის სიწმინდე სულიერი სისპეტაკე ჩანს და იმ გადმოცემის ღრმა ცოდნაც და გაშინა განებაც რომ ბაგრატიონები იყვნენ შთამომავალი დავით წინასწარმეტყველისა და ამდენად ღვთისმშობლის და მაცხოვრის ნათესავები თუ ვინმეს გამოსვლა სალიტერატურო ასპარეზზე მოყოლია დიდი აჟიოტაჟი და მღელვარება მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგისა ერთი აკვრით მოიპოვა სახელი და შეაჟღრიალა თვით იმათი ძვლები ვისაც ჩაქნეული ჰქონდათ ხელი და ვეღარ წარმოედგინათ თუ საქართველოს შეეძლო ბრძოლა თავისუფლებისათვის ეგონათ რომ ეს ყველაფერი უკან დარჩა და ალექსანდრე ყაზბეგი აცოცხლებს ჰეროიკულ სულს და გრიგოლ ორბელიანი რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა როგორ დაემორჩილებინა რუსებისათვის
კავკასია და იდგა რუსების სამსახურში, მოულოდნელად აღტაცებული ხდება ალექსანდრე ყაზბეგს, იმიტომ რომ მასში ფეთქავს ქართველი კაცის გული და მან ალექსანდრე ყაზბეგში დაინახა განსაკუთრებული მოვლენა ადამიანი, ვინც უნდა რაინდული ეპოქა და რაინდული სული აღადგინოს და მისი ელგუჯა მამის მკვლელი მოძღვარი იყო განსაკუთრებული მოვლენა ერთ-ერთმანეთზე მიყოლებული და როგორც იზრდება ალექსანდრე ყაზბეგის პოპულარობა, უკან მიდის მისი ყოფითი ცხოვრება და ესეც ბუნებრივი გახდა, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო. ალექსანდრე ყაზბეგი გახდა არა მარტო ქართული ეროვნული მოვლენა, არამედ საერთო კავკასიური და საერთო კაცობრიული. ამიტომაც არ უკვირს არავის, რომ მთელი კავკასია ალექსანდრე ყაზბეგის რომანებსა და მოთხრობებში პოულობს თავის სულიერ შვებას. ბოლოს და ბოლოს საქართველოს თავისუფლება, საქართველოს სახელმწიფოებრიობა წარმოუდგენელია მთელი კავკასიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარეშე და ამდენად ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ეს იდეა მოდიოდა საუკუნეების მანძილზე, მას იცავდნენ და ერთგულობდნენ ბაგრატიონები, ჩვენი ქართული წერლობა, ილიასთვის ეს იყო საპროგრამო სიტყვები და ალექსანდრე ყაზბეგმა ეს ყველაფერი გამოხატა არა მარტო იდეურად, არამედ თავისი მხატვრული შემოქმედებით, უდიდესი ექსპრესიით, განსაკუთრებული ძალით, რამაც როგორც გითხარით, შეაჟრიალა ყველა და ყველაფერი და ქართველთა ჰომეროსი, რომელიც უწოდა გრიგოლ ორბელიანმა, გადაჭარბებული არ გახდათ. მართლა ქართველთა ჰომეროსია და არა მარტო ქართველთა, არამედ კავკასიის ჰომეროსი, კავკასიის საგის შემქმნელი, კავკასიური საგა, ასეთ შეიძლება მისი რომანები და მოთხრობები შეფასდეს და თუ ვინმეს ელოდა ცილისწამება და შეურაცხყოფა, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგს. ძალიან ცოტა ხანს მოუწია სიცოცხლე, ცოტა ხანს მოუწია შემოქმედებითმა მოღვაწეობა, მაგრამ იმ რამდენიმე წელიწადში მან უდიდესი საქმე აღასრულა და წლები რომ გავიდოდა, კვლავ ისე საყვარელი მწერალი იქნებოდა ალექსანდრე ყაზბეგი, როგორც იმ წუთას იყო, როცა სალიტერატურო ასპარეზზე გამოჩნდა. გეხსოვებათ გალაქტიონ ტაბიძის სიტყვები, რომ მთელი ღამე დამთენებია მეც და ჩემს მეგობრებსაც, ჩემ თაობასაც ალექსანდრე ყაზბეგის კითხვაშიო და გალაქტიონმა უწოდა ალექსანდრე ყაზბეგს წმინდანი და შეშლილი. აი ამ ეპითეტებში ძალიან კარგად გამოიხატება ალექსანდრე ყაზბეგის ტრაგიკული ცხოვრება და ალექსანდრე ყაზბეგი ქმნიდა არა მხატვრულ მატიანეს თავისი დროისა, წარსულისა და მთელი კავკასიისა, არამედ ეს იყო სახელმწიფოებრივი პროგრამა, მთელი კავკასიის სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური პროგრამა და ამ პოლიტიკურ მნიშვნელობას ალექსანდრე ყაზბეგი დღესაც ინარჩუნებს. ეს იყო თავგადაკლული მებრძოლი თავისუფლებისათვის და დღესაც თუ ვინმე გვჭირდება მეკავშირეთ ერთი უპირველესთაგანი ალექსანდრე ყაზბეგი და არაერთხელ მithქვამს და დღესაც მინდა გავიმეორო, ვიდრე ერთი რუსი ჯარისკაციც იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, ალექსანდრე ყაზბეგი თავის თავგანწირულ ბრძოლას აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
ვთხოვოთ ბატონ ზურაბ ქაფიანიძეს. სიბერეს რა უთხარით რა ლექსის ეპირად ვიცოდი. აჟაფშაველა ყაზბეგ. შვილო ტანჯულის ქვეყნისა სული დაჰლია ტანჯვითა. მივხვალ მამა პაპათა ამოღებულის ხანჯალითა სლემლა დადნარის გულითა დაღლილი მტრისა ჯავრითა ჯავრით ას ნაბდად გეხვევა სლემლი მიყვება საგზლა და დატრფობა შენის ქვეყნისა უქსდა ხელუყრელს აბჯრადა თავს გმული ეკლის გვირგვინი ფეხთ წინ დაუგდე გმირებსა მამულისათვის გამწყრალთა იმ საქართველოს შვილებსა ცოცხლად იმედით მცხოვრებო თხოვნ ბაცასცენ უგეში პირობა ქართველობისა გონებ მიყვება უბეში უჩვენე შენი კალამი ნაწები სისხლის გუბეში მე ყაზბეგზე გავიზარდე მის ნაწარმოებებზე ილია ჭავჭავაძეზე შოთა რუსთაველზე ვაჟა-ფშაველაძე და ყველა ქართველ მწერალზე სულ უჭირდა საქართველოს მაგრამ მე მინდა ბატონ ილია მეორეს ჩემს დიდებულ სიწმინდეს საქართველოსას მიმართო ორი სიტყვით ბატონ ილია მე ვერ მოვედი თქვენს ღონისძიებებზე მაპატიეთ ღმერთმა გაგიმარჯოს ბატონ ილია ღმერთმა არ მოუშალოს როგორც ყაზბეგს უნდოდა თავისი სისუფთავე და სიკეთე საქართველოსი და სილამაზე როგორც ვაჟას უნდოდა როგორც ჩვენ გბირებს უნდოდა დღეს შენახარ მზე შენახარ ერთადერთი იმედი სული ჩვენი სისუფთავე საქართველოსი ღმერთმა გამყოფოს მე კარგად იცი ბატონო ილია არავის არ ვეფერები ამ ქვეყანაზე ვინც არ უნდა ყოფილიყო მაგრამ მოსაფერებელი ხარ შენ გენაცვალო ზურა მადლობა რომ არსებობ დიდი ერთადერთი იმედი შენახარ და ლამის შემძულდეს საქართველოს შენ რომ არ იყო ილია ბავშვობიდან მიყვარდა აზრში რომ შევედი სამშობლო მიყვარდა და ლამის შემძულდეს რომ თქვენ არ იყოთ მადლობა ღმერთს შენ ჭირიმე რომ ხარ კარგად ზანდებოდეთ თქვენ გენეთ კი მომეცა საშუალება უნეტარესისადმი ლექს წავიკითხავ ერთს რომელიც უძღვენი არის უპრიანი ახლა აქ მიწყი უხმლო და მიწყი უფარო შენ იმედით ცოცხლობ უფალო უწინდებურად როგორ ვიგურგვინებ როცა მთავაზობ ეკლის გვირგვინებს ყოველ ცისმარე განაკირთებით სისხლის ცრემლებით ისევ ვირთვები და შემდგომ ისევ ჩვეულიერით ხვდები მორჩილი დათვინიერი ვარ შენი მოდგმის ძველი ქადაგი ბევრი უსვიშხამი ბევრიც ბადაგი ო ბედნიერო შენთან ვინც არის ორა თქმა უნდა მაღლით ღვთით არის გარდამხსენ როგორც მიწა საყანე შენს უქრობ ნათელს კვლავ მათაყვანე თოდეს მომხდურ ზურგი ვაჩვენო შენი წყურვილით მომკალ გამჩენო მიწყი უხმლო და მიწყი უფარო შენით და შენით ცოცხლობ უფალო
და ეცეთა უწმიდესთან სპეშკით არ გადაიღო თვალებზე ტკივა და უთხარით და გამოთქვენ 20 წლის გადავდება. ჩვენი დიდებული საოცრად დიდებული პიროვნება პროფესორი ლადო მინაშვილს. გთხოვთ. ბატონებო, ხალბატონებო, ჩემო ძვირფასო მოხევეებო, ვინც აი დღევანდელი დღე გვაჩუქეთ. ეგების ძალიან სიმბოლურია, რომ თქვენ ჩამოგვიტანეთ მთებიდან აი ეს ცეცხლი, რომელიც ეგების დროდადრო ჭირდება თბილის მართლაც შესახურებლად. ჭირდება დედა თბილის, რომ თავის გუნდ-გუნდად მორთმულ შვილებს, ქალაქებს, დაბებს უთხრას ისევ სეფე სიტყვა უთხრას რა აზრიანი სიტყვა უთხრას. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და იმისთვის, რომ აი მეც მომიწვიეთ ამ საღამოს. 162 წლის წინ დაიბადა კაცი, რომელიც 1880 წლამდე მაინდა-მაინც არ იცოდა ვინმე ვინ იყო. 1891 წელს დაიწერა მისი სახელგანთქმული ელგუჯა, რომელსაც მერე 82-83 წლებში მოყვა მამის მკვლელი ელისო, ნამწყემსარის მოგონებანი. შემდეგ 80 წელში იწერება უბწყინვალესი ხევისვერი გოჩა ელეონორა, მოძღვარით დამთავრდა ყველაფერი. სულ 5 წელიწადში 81-86 წლებში ალექსანდრე ყაზბეგმა საოცარი ენერგია განავითარა. მაგრამ ის როცა წერდა აქ ითქვა შესანიშნავად, იგი პრაქტიკულად იტანჯებოდა ფიზიკურად თელი ძალით, თელი არსებით და მერე ფსიქიკაც ჩაითრია ამ ამბავმა. პრაქტიკულად ბოლო 3 წელი დაბინდული იყო მისი გონება და იგი ვერ ხედავდა როგორ იწყებოდა მისი დიდება, მისი ტომეულების გამოცემით. მაინც როცა ლიტერატურის ისტორიკოსის თვალით ხედავთ ყაზბეგს, კანონზომიერია დაისვას პირველ ყოვლისა ასეთი კითხვა მაინც რა რითი მოვიდა ალექსანდრე ყაზბეგი, რა სიახლე მოიტანა მან თქვა თემატიკური სიახლე. არის სრულიად კანონზომიერი ეს კითხვა დაისვას, იმიტომ რომ ალექსანდრე ყაზბეგის სახელს ერთი დიდი თემა უკავშირდება. ეს თემა პირობითად ასე შეიძლება ითქვას, ეს არის ხევის თემა. ხევი და მთიულეთი, მოქალაქეობრივი გზნობა, მოქალაქეობრივი უფლება დაუმკვიდრა ალექსანდრე ყაზბეგმა აი ამ ჩვენს კუთხეებს, ჩვენს ლიტერატურაში. ქართველი მკითხველი აზიარა ამ კუთხეებს. ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, ჩემო ძვირფასებო. მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისი და უტოლდება ყაზბეგის ეს მნიშვნელობა დიდი ვაჟას მნიშვნელობას, აი მან ფშავხევს სურეთი გაგვაცნო, დიდი ილიას მნიშვნელობას, რომელმაც კახეთი გაგვაცნო, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის მნიშვნელობას, რომელმაც იმერეთი გაგვაცნეს. საქმე იმაშია, რომ დღესაც 21 საუკუნეში არის კუთხეები საქართველოსი, რომელსაც ჩვენ ლიტერატურულად მაინდა-მაინც არ ვიცნობთ, ვერ შემოვიდა ჩვენ ცნობიერებაში, არ არის დიდი მწერალი ეტყობა იქედან. მაშინ ეს უზარმაზარი დამსახურება ჩვენი წერლისა. მან გაგვაცნო ეს კუთხე მისი სილაღით, მისი გოგობიჭებით, არაჩვეულებრივი სულით ამაღლებული ხალხით. ზოგიერთს ასე ეგონა, რომ ყაზბეგი ამითი შემოისაზღვრა და მხოლოდ ეთნოგრაფიული მნიშვნელობით უნდათ დაენახათ.
ერთი კრიტიკოსი ასე ამბობდა, რომ ლარსში იწყებაო ყაზბეგი და დუშეთში მთავრდებაო. დიახ, ტერიტორიულად ეს მართლაც ასია, მაგრამ აქ სწორედ ლიტერატურის კანონზომიერება დგინდება, ისევ რომ ლიტერატორი მწერალი კონკრეტულში გამოხატავს ზოგადს და რამდენადაც დიდ მწერალთან აქვს საქმე, იმდენად დიდად გამოიხატება საზოგადო სატკივარი, მსოფლიო სატკივარი, არათუ ეროვნული სატკივარი. ასეთია ჩვენი ალექსანდრე ყაზბეგიც. უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა ყაზბეგმა მოხევის პერსონიფიცირებული სახით საქართველოს სატკივარი გვაჩვენა, მთელი საქართველოს თქვა ტკივილები, სიხარული, ყველაფერი ერთად დაგვანახა. გარდა ამისა, მან ამ ხევის თემაში, მთიულეთის თემაში, ჩვენი მეზობელი ტომები გაგვაცნო, მან ჩეჩნები გაგვაცნო, ულამაზესი ხალხი, არაჩვეულებრივი, ბაშკაცები. აი ამ მასალაში მან ზოგად საკაცობრიო შინაარსის თემები, მოტივები შემოიტანა. მოტივი პატრიოტიზმისა, მოტივი მძლეთამძლე სიყვარულისა, მეგობრობის ერთგულებისა, სიჭაბუკის, სისპეტაკისა, მაღალით დაბალის დათრგუნვისა, ზნეობრივად დაბალის დათრგუნვისა. ალბათ არავის ქართულ ლიტერატურაში ასე ძალუმად არ უჩვენებია აი ზნეობრივად დაბალის თქვა დათრგუნვის შინაარსი და თქვათ ამისი ძალა თუ შეიძლება ითქვას. ამ თვალსაზრისით საოცარია ჩვენი მწერალი. ახალი შტრიხი მოიტანა მან ქართულ ლიტერატურაში იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ სწორხაზობრივად თუ ვფიქრობდით აქამდე, ცოტა დაშტამპულად თუ ვფიქრობდით, რომ სადაც სიყვარულია, იქ არ შეიძლება იყოს სიძულვილი, არ შეიძლება თქვათ იქ იყოს დასჯა, სადაც მეგობრობაა, იქ რა უნდა შურს, მტრობას. ალექსანდრე ყაზბეგმა უღრმესი სულიერი შრეები გადაშალა, უფაქიზესად გვიჩვენა ჩვენმან, რომ ადამიანის სულში საპირისპირო გრძნობებია ჩასახლებული და გული ადამიანის ასპარეზია აი ამ გრძნობათა ჭიდილისა. ალბათ არავის ისე ქართულ მწერლობაში, როგორც ალექსანდრე ყაზბეგმა გვიჩვენა ჩვენ, არავის არ უჩვენებია გრძნობათა ცოცხალ გრძნობათა სირთულე და სიჭრელე. ზოგიერთ კრიტიკოსს ეგონა, რომ ყაზბეგი მალე მოაბეზრებდა თავს მკითხველს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ აღმოჩნდა ასე. ეგონათ რატომ? ეგონათ რომ გარეგნულად მარტივი ცხოვრების ადამიანები არა ხალხი გაგვაცნო, მან წყემსების ცხოვრება დახატა, მაგრამ ყაზბეგმა დაგვანახა, რომ ისე რთულია თქვათ აი ამ გარეგნულად მარტივი ცხოვრების შინაარსი, ისე მდიდარია სულიერი თვალსაზრისით და სულიერი სირთულე, სულიერი სიმდიდრის გამოხატულება ნიშნავს, რომ მოუბეზრებელი არის, იგი ყოველთვის მოუბეზრებელია. აქ ბატონმა როსტომმა წარმოგვიდგინა ჩვენ ეპიზოდები, ვინ არ არის ყაზბეგის მკითხველი, ასოთამწყობებით დაწყებული, გრიგოლ ორბელიანით, ილია ჭავჭავაძით, დავით კლდიაშვილით, ტიციან ტაბიძით, დიდი გალაქტიონი დამთავრებული, რომლებიც აღტაცებას ვერ ფარავენ. ასოთამწყობთ ამბავი, ყველა მიცით, არ გავიმეორებ, გრიგოლ ორბელიანზე გვითხრა ბატონმა როსტომმა, დავით კლდიაშვილმა რომ წაიკითხა, განკიცხული, გაოცებული დარჩა და ეხვეწება ალექსანდრე ყაზბეგს წერილით, რომ როგორმე აი ორი თავი როგა გამოტოვებული, მე მაინც მომიყევი მათი შინაარსიო. საოცარია ტიციანის აღტაცება, სულ ახლახან შემოძვირფასებო ჩვენთვის გახდა საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი ნარკვევი ტიციან ტაბიძისა, სადაც ბრწყინვალე სტრიქონები ეთმობა ალექსანდრე ყაზბეგს. ტიციან ტაბიძე ალექსანდრე ყაზბეგს მიიჩნევს დიდი კავკასიური ეპოპეის ქართველ მემატიანედ და კავკასიელ მემატიანედ. ვერავინ ალექსანდრე ყაზბეგის გარდა ეს დიდი თემა ვერ დაამუშავა ასე და შემთხვევით არ არის მაშ რომ ასოციაცია ჩდება ჰომეროსთან. ტიციან ტაბიძე ფიქრობს, რომ განსაკუთრებით ელისოზე აქვს მას ყურადღება გადატანილი, აი მას ჩეჩენთა გადასახლების სცენები რომ არის ისო, აი ბიბლიის სიმაღლეზე ადისო, იქაური გოდება და იქაური მაშა რა, აი ამ ხალხის მოთქმა, საოცარი შეფასება არის ეს. ვიცით გალაქტიონის საოცარი შეფასებები, არა, ხევის ბეთჰოვენი უწოდა მას. გალაქტიონი ამბობს, რომ არავის ისე არ უყვარდა შრომა, როგორც ალექსანდრე ყაზბეგს უყვარდა შრომაო.
ერთი საოცარი უნარი ჰქონდა ალექსანდრე ყაზბეგს, მას გარდასახვის უნარი ჰქონდა. ალექსანდრე ყაზბეგს შეეძლო გარდასახულიყო თავის გმირებში, თავისი გმირების განცდებით ეცხოვრა. ეს უიშვიათესი მადლი გახლავთ. ამიტომ არის რომ ყაზბეგის გმირები წარმოსახული გმირები კი არ არიან, ძალიან ცოცხალი გმირები არიან ისინი. რა ვიცი, ბევრი რამ წაგვიხითხავს ამ ქვეყნად, მაგრამ ალბათ ალექსანდრე ყაზბეგის მიერ ნათქვამს, რომ ეხლა კი გავჩუმდეთ ძმა, ნუ არა, ეხლა არ არის დრო, ეხლა არის დრო გლოვისა. როგორ მახლობელია, მაგრამ მოვა დრო, რომ ღრუბელი ჩვენშიაც განიმქრების მე გამოიხედავს და სხვა. ალბათ ამ სიტყვების ანდამატურ ძალას მხოლოდ ილიას ლელდღუნია სიტყვები თუ გაუტოლდება, მხოლოდ და მხოლოდ. ალბათ რომ ადრი და იმად იყო კარგად რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნაო. ასეთია ჩვენი დიდი მწერალი. მე ძალიან მიხარია, ჩემო ძვირფასო მოხევეებო, პირველ ყოვლისა თქვენ მოგმართავ, ძალიან მიხარია რომ ბევრი ახალგაზრდობა არის დღეს ახლა. იცით რა, ყაზბეგი ყველასთვის საოცარი მწერალი, საყვარელი მწერალია, აი დიდი მწერლების აზრი გითხრეს. ყველას ალბათ, ყველას მე პირადად ცოტა წიგნის დიდი მძლავრი შთაბეჭდილება მახსოვს სიყრმიდან. ყაზბეგი იყო ასეთი. ამიტომ ყაზბეგი უნდა გიყვარდეთ, ყაზბეგს უნდა კითხულობდეთ, ჩვენ და სამწუხაროდ, ჩვენ და საუბედუროდ, ეხლა დაუპირეს სასკოლო პროგრამებიდან ყაზბეგს დაცურება, საერთოდ. თქვენ იცით რომ ჯერ ჩუმად ელგუჯა ამოგვაპარეს, არა და გვეუბნებიან რომ აი რუსეთის ხელისუფლება ჩვენთვის სასტიკად მიუღებელია და ელგუჯას იღებ პროგრამიდან. მერე ხევისბერსაც დაუპირეს, გააძევეს, მაგრამ ეხლა მგონი ისევ ჩუმად შემოაპარეს. არ შეიძლება ეს კლასიკასთან ასე მისვლა, ასე მოპყრობა, არაფრით არ შეიძლება. მაშ უსათუოდ უნდა ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც სამწუხაროდ ძალიან გადაიჭრა ტექნიკაში, ცივილიზაციაში, როგორმე კულტურისკენ უნდა შემოვაბრუნოთ, როგორმე ისევ კითხვა, ჭეშმარიტი კითხვა უნდა შევაყვაროთ, ყაზბეგი უნდა შევაყვაროთ, ილია უნდა შევაყვაროთ, აკაკი, ვაჟა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი ავტორის თქმით, ცხოვრება ძალიან ნელა იცვლება. აი ზემოთ ზღვასავით მას ზედაპირი ჩანს ძალიან აკაფებული და მღურიე, თორემ რაც უფრო სიღრმეში ჩავდივართ, მით უფრო გვაოცებს მას მარადიულობა, სიწმინდის, სხვა აი ზღვის წყლის სიწმინდისა. დაახლოებით გრძნობების ასეთი გახლავთ. კი იცვლება დრო, მართალია აღარასოდეს არ დაბრუნდება დრო, როდესაც თქვათ ერთი მებატონე ერთი კუთხეს შეუტევს და დაპრობა უნდა ვისი, თქვათ ნუგზალერის თავის მაგალითი და სხვა, მაგრამ დარჩა გული დარჩა ადამიანის, გრძნობები დარჩა ადამიანისა და ამიტომ ყაზბეგი ყველა დროის მკითხველს, ყველა დროის ახალგაზრდას ეტყვის ძალიან მაღალს, ძალიან სასურველს, ძალიან სპეტაკს. ამიტომ უსათუოდ ისევ და ისევ უნდა ვიკითხოთ ჩვენი დიდი კლასიკა, ჩვენი დიდი ალექსანდრე ყაზბეგი. ჩემო საყვარელო გამზდელო ნინო, ჩემისთანა ღარიბ კაცს რა ექნება რომ შენ დაგიდოს სახსოვრად და ან მოგიძღვნას ამაზეთ უძვირფასესი მე არა მქონდა რა და ამის გამოისობით შენ გიძღვენი რამთვენიმე გიძღვნი რამთვენიმე ჩემ გრძნობასა და სულის მოძრაობას, რომლის აღზრდაშიც შენ ისეთ მონაწილეობას იღებდი, აბა მოიგონე ის დროება, როდესაც მე ბავშვობაში მივლიდდნენ ისე, როგორც მეფის შვილს, მანებიურებდნენ უკანასკნელ გარყვნებამდინ, მასწავლდნენ შურს, ამპარტავნობას და სიძულვილს. ხელის ხელ ამასთან მოიგონე შენი ზღაპრები, თათრის ყვავილი, მეკობრეები, რომლებსაც უფრო ვენდობოდი და მათი შინაარსიც უფრო იბეჭდებოდა ჩემს თავში, ვიდრე დარიგება სხვა პირებისა. შენი სიტყვები არ დაიკარგა მუქთად და აქ დარჩა ჩემს გულში და ეხლა
ამდენი ხნის განმავლობის შემდეგ, როდესაც შემიძლია ანგარიში მივცე ჩემს მოძრაობაზე, შემიძლია სიამაყით გითხრა, შენს გაზრდილში თუ იპოვება რამე რიგიანი ბავშვობიდანვე ჩანერგილი, ამას მიზეზი შენ ახარ, რომელსაც გმადლობთ წარმოუთქმენლად. ალექსანდრე ყაზბეგის წერილი გამზრდელისადმი. ფუნქციაშვილმა გვიმღერა და გვიგალობა ამ საოცარ დიდ ტაძარში. აი, ეხლა კი მინდა ეთნომუსიკოლოგი გზადდება აქ ჩვენი ნანა ვალიშვილი და ვთხოვოთ გითხრას ორიონ სიტყვა. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს რომ თქვენ წინაშე მომიწია გამოსვლა, თუმცა ძალიან საპასუხისმგებლოა. მე არ შეგაწყენ თავს ჩემი მეცნიერული გამოკვლევების არ დაგახვევთ თავბრუს, მაგრამ ისე მოხდა რომ ჩემი ცხოვრების არსიც და მიზანიც ალექსანდრე ხევის მუსიკალურ ფოლკლორულ მემკვიდრეობას დაუკავშირდა და ამ გზაზე სწორედ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებამ დამაყენა. ბედნიერი ვარ რომ პაპაჩემი სოლომონ ვალიშვილი ალექსანდრე ყაზბეგის ნათლული გახლდათ და ჩვენს ოჯახში ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული იყო ამ ადამიანის და მისი შემოქმედების წინაშე, მისი ოჯახის წინაშე განსაკუთრებული მოკრძალება და მოწიწება პიროვნულად მის წინაშე და აი ეს სიყვარული ბავშვობიდანვე ჩანერგილი გამყვა და სხვადასხვა სანამ ჩემს ეთნომუსიკოლოგიურ მიზნებამდე მივიდოდი, ყოველთვის მაოცებდა, როდესაც ვკითხულობდი განსაკუთრებით, აი ალბათ დღესაც ვერ შევადრი იმ შთაბეჭდილებას ვერანაირს, რომელმაც როგორიც ალექსანდრე ყაზბეგის ელგუჯაში აღწერილმა გლოვის გრანდიოზულმა სცენამ ჩემზე მოახდინა. ეს არის საოცარი დრამატურგია, აი ამ გლოვის რიტუალისა, ისეთი სისავსით, ისეთი დრამატურგიული სიმძაფრით, თანმიმდევრულობით და რაღაც საოცარი რა დააქვს ყაზბეგს აღწერილი მხატვრულ ემოციური თვალსაზრისით და ამავე დროს ეთნოგრაფიული სიზუსტით.
შორს რომ არ წავიდე, მე ვიტყვი უბრალოდ რომ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში, აი როგორც ეთნომუსიკოლოგი ვიტყვი რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როგორც ეთნოგრაფის მეცნიერული კეთილსინდისიერება და სიზუსტე. ანუ მისი ძალაუნებრივად როცა კითხულობ არა ესეთ ადგილებს გიჩნდება შეკითხვა, თქვათ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია ესა თუ ის მის მიერ აღწერილი რიტუალი თუ სიმღერა, თუ მართლაც ეს ყოფაში ასეთი სახით ხდებოდა და აი ბატონმა ლადომ ახსენა რომ ალექსანდრე ყაზბეგიო თვითონ განიცდიდა თავისი გმირების ბედიღვალსა და ცხოვრებასო ეს რომ ასე იყო ელისაბედ ყაზბეგის მოგონებიდანაც ჩანს როდესაც იგი გვიამბობს რომ ალექსანდრეს თვითონ მამამისის ცხედართან შეუსრულებია მათრახით ცემის რიტუალი რომელიც უძველესი რიტუალი იყო ხევში და თუმცა თვითონ მაინც არ ეთანხმებოდა რომ რაღაც ბარბაროსულიო და ძალიან გადმონაშთია და დროზე უნდა აღიკვეთოსო მაგრამ იმისათვის რომ ეს თავის თავზე გამოეცადა მას არ დაზარდა ახალგაზრდა 18 წლის ახალგაზრდას და აი ამის თავის თავზე განცდის სურვილი აღეძრა და ეს თავად შეასრულა ეს რიტუალი თუმცა ოჯახის წევრები ამ რიტუალში როგორც წესი არ მონაწილეობდნენ და მათრახით ცემის რიტუალი ძირითადად ხევში პატივცემული ადამიანების განსაკუთრებით მამაკაცების გარდაცვალების შემთხვევაში სრულდებოდა როგორც იმ შემთხვევაში სიმონ ჩოფიკაშვილი გახდათ. ესე გლობალურად რო გადავხედოთ, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში არის სამი დიდი სფერო ეთნომუსიკოლოგიური თვალსაზრისით, ტირილისა და გლოვის რიტუალები, საქორწილო რიტუალები და საკულტო რიტუალები, სიმღერა ფერხულებისა და ფერხისულების სახით. არ მინდა ახლა კონკრეტულად თითოეულ მათგანზე შევჩერდე, თითქმის მხოლოდ ჩამოთვლამდე მივალ, იმიტომ რომ დღეს აქ უნდა მობრძანებულიყო ბატონი ვალერიანი თონიშვილი, რომელსაც ძალიან დიდი ღვაწლი აქვს როგორც ეთნოგრაფს და ეთნოლოგს და როგორც ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედების მკვლევარს, მან მონოგრაფიას გამოსცა რამდენიმე წლის წინ, მას არაჩვეულებრივად აქვს იმ ნაშრომში აღწერილი ყოველივე. თუმცა ზოგი რამ ჩემთვის როგორც ეთნომუსიკოლოგისთვის თავის დროზე ძალიან საინტერესო იყო. ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს არის ერთი ეთნოგრაფიული ეტაპი. მის შემოქმედებაში დაფიქსირებული როგორც მხატვრულში, ასევე პუბლიცისტურში, სხვათა შორის, იმიტომ რომ მას ეთნოგრაფიული და პუბლიცისტური წერილებიც აქვს, განსაკუთრებით მოხევები და მათი ცხოვრება, რომელშიც საკმაოდ სავსედ არის მოხევური ყოფის დეტალები აღწერილი. და ამ მთელ ასე ვთქვათ გალერეაში მოხევური ყოფისა ჩვენ ხვდებით ისეთ გლოვის რიტუალის ისეთ წესშუალებებს როგორც არის ქალებისაგან ხმით ტირილი და ადაი-დადაის ქმედითი ასე ვთქვათ რიტუალი, როდესაც დედაკაცები ერთნი შემოდიან და მეორენი დამხტურნი მათ ებაასებიან და ესე ტირილით და თავში ტყებით გაბაასება დედაკაცებს შორის და ხმით ტირილი, რომელიც საზოგადოდ მთაში ძალიან ესეთი მოზარეთა ინსტიტუტი მთაში მოგეხსენება ძალიან ძლიერი იყო და ხევიც არ იყო ამ ხრივ გამონაკლისი. განსაკუთრებით დაფასებულები იყვნენ ხმით მატირილები, რომლებსაც შეეძლოთ მიცვალებულის ასე გაპატიოსნება და ქებით შესხმა. მამაკაცთა მხრიდან განსაკუთრებით საინტერესოა ეს მხარე ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში და ხევის მუსიკალურ ფოლკლორში. გარდა ჩემ განხსენებული უკვე მათრახების ცემის რიტუალისა, რომელიც ზოგიერთი მკვლევარის აზრით ეხმიანება შახსეი-ვახსეის რიტუალს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს, როგორც ფიქრობენ, ჩემი აზრით, არაბთა ბატონობის დროიდან შემოტანილი და ნასესხი მოვლენა, რამდენადაც როგორც აღწერენ გათლის ცხოვრებაში, ლეონტი მროველის ცხოვრებაში, ფასმანქველის დატირების დროსაც მსგავს რიტუალს გონია ადგილი და რამდენადაც შემთთვის ცნობილია სამეგრელოშიც გარკვეულ დრომდე მსგავსი რამ თვითგვემის რიტუალი იყო შემორჩენილი. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის, როდესაც დავუკვირდი ფანდურზე მიცვალებულის დატირების ფაქტს და საგანგებო კვლევამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ეს არ იყო შემთხვევითი. ანუ ხო შეიძლება იფიქრო ადამიანმა, რომ ეს არის თქვა მართლაც გარაჩვეულებრივი მხატვრული ხალხი ძალიან თავის ადგილას ესეთ კულმინაციურ თუ ოქროსკვეთის მომენტში ჩასმული მწერლის მიერ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ესეც საკმაოდ ტრადიციული ყოფილა და სხვათა შორის ვაჟა-ფშაველას, როდესაც ხო ეს ლექსი არის ჭირისუფალი, რომელიც ასევე მსგავს რიტუალს ეხმიანება და როდესაც ვაჟა-ფშაველას მეუღლის გარდაცვალების ამბავი შეუტყვია, ლექსი იას უთხარით ტურფასა, რომელიც ამავე წელს არის დაწერილი, სწორედ მეუღლის გარდაცვალებაზე ამოუთქვამს ფანდურით. ეს ამას მისი შვილებიც გვიამბობენ და იოსებ იმედაშვილის ქალიშვილმა თამარ იმედაშვილმაც დამიდასტურა თავის დროზე. აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარეები არის ხევში გლოვის რიტუალისა გაშუქებული ალექსანდრე ყაზბეგთან. და რაც თავარია, ნებისმიერი მოვლენა, ყოფითი მოვლენა, რომელსაც ალექსანდრე ყაზბეგი ეხება, იმითია მნიშვნელოვანი, რომ არც აი მანამდე
რა თქმა უნდა საგანგებო ცნობები ამა თუ იმ ხევის ტრადიციისა და რიტუალის შესახებ არ მოგეპოვება და ეს ცნობები იძლევა საშუალებას პირდაპირ ბაზას ქმნის იმ შემდგომი კვლევისათვის და შემდგომი ეთნოგრაფიული მონაცემების შეჯერების შედეგად შეგვიძლია თვალი გავადევნოთ ამა თუ იმ ყოფითი რიტუალისა და წესჩვეულების სოციალურ ისტორიული ტრანსფორმაციის პროცესს. საქორწილო სიმღერებიდან როგორც საწესო საქორწილო სიმღერა ალექსანდრე ყაზბეგს გამორჩეული აქვს ჯვარული, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა პირველად შეგვისრულეს. შემდეგ ახსენებს აგრეთვე მგზავრულ მაყრულებსაც და ძალიან საინტერესოა მისი მხრიდან ახსენები მეგოდრის, ანუ მახარობლის სიმღერა, რომლის ტექსტი მოგვიანებით ერთ-ერთ ეთნოგრაფიულ წერილში აქვს 1895 წელს ალექსანდრე ყაზბეგს გამოქვეყნებული, მაგრამ ჰანგი დღემდე სამწუხაროდ არ შემორჩა. ასევე პატარძლის მამის სახლთან გამოთხოვების სიმღერა და სხვა. საკულტო საფერხულო სიმღერებიდან ყურადღებას ამახვილებს ალექსანდრე ყაზბეგი გერგეტულაზე, რომელსაც ბიჭები ჩემს შემდგომ შეგვისრულებენ და ძალიან ხატოვნად აღწერს გერგეტულას მხატვრულ მუსიკალურ ღირსებებს და შესრულების ფორმას საკმაოდ ზუსტად გადმოგვცემს. რაც შეეხება აბარბარე ბარბარეს, რომელიც აბსოლუტურად უცნობია მუსიკალურად მისი რაობა ჩვენთვის დღემდე სამწუხაროდ ალექსანდრე ყაზბეგის ერთადერთი მინიშნება არსებობს რომ ეს იყო ორსართულიანი ფერხული რომელსაც ხატობაში ასრულებენ სპასანგელოზობაზე და რომელიც ჰანგიო ოდნავ წააგავს მუმლი მუხას ჰანგსო. ნუ შემდგომ კვლევის შედეგებზე და შეჯერების შედეგებზე ამ თავს არ შეგაწყენთ. გარდა ამისა, მოხეურ სიმღერათა შორის ყოფით სხვა სიტუაციებში ალექსანდრე ყაზბეგი ახსენებს სუფრულ სიმღერებს, რომლებიც სმურის სახელწოდებით არის ხევში ცნობილი. საზოგადოებრივ არსებობს სუფრული სიმღერა, უშუალოდ სუფრასთან, ასე ვთქვათ, სალხინო სიმღერა და არსებობს საწესო სუფრული სიმღერა, ანუ რომელიც გარკვეულ წესთან, ჩვეულებასთან, ადათთან იყო დაკავშირებული, რაღაც გარკვეული სიმბოლო გააჩნდა სოციალურ ყოფაში. ასეთი იყო მათ შორის მოხეული სმურიც, რომელიც შეიძლება ყოფილიყო სამგლოვიარო, შეიძლება ყოფილიყო საკულტო და შეიძლება ყოფილიყო საქორწილო. ყველა ყოფით მოვლენას თავის შესატყვისი სმური ჰქონდა. აი წეღან რომ ბიჭებმა იმღერეს, ისიც სწორედ დასალოცის სმური გახდათ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეს მომაჭიდა უფალმა და პრაქტიკულადაც და მეცნიერულადაც ამ საქმესთან დამაკავშირა, იმიტომ რომ ჩემი სული, გული, გონება და მთელი არსება დაკავშირებულია ხევთან. მართალია იქ არ მიწევს, არ დაბადებულად არ ცხოვრება მიწევს, მაგრამ სრულყოფილ ადამიანად ყოველთვის ხევში ვგრძნობ თავს და აი ეს ბიჭები, რომლებიც დღეს ჩემს გვერდით არიან, ისინი მიხალისებენ დღეს ცხოვრებას და ისევ ხევში მტოვებენ, იმიტომ რომ ეს არიან ახალგაზრდები, რომლებმაც გაითავისეს მოხეული სიმღერის ნიშნულობა, რომელსაც ხევში აღარ ვიმღეროდა და ჩემთან ერთად, ჩემი ასე ვთქვათ, ცოტა ხელის წაკვრით იმათ გააცოცხლეს და გააჟღერეს მოხეული სიმღერები, რითვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას მოახსენებ და თქვენს მადლობთ, აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. მოусმინოთ აბა გერგეტულას.